ეს ქარხანა, ამ ქარხნის შენებლობა დაიწყო ომამდე ჯერ კიდე 39 წელს, მაგრამ მე ომმაში ხელი შეუშალა და როგორც კი ომი დამთავრდა, მე განაახლეს აქ ტყვეების მუშაობდნენ და 1954 წელს შევიდა წყობაში ეს ქარხანა, 54 წელს და რა არის ნიშანდობლი? მე ვიძახი, რომ 54 წელი არის ქართული ეკონომიკის მეორე დაბადება, იმიტომ რომ რაც ეს სანამ ქარხანა აშენდებოდა, ის პირველი სარაჯიშვილის ქარხანა, რომელიც ჭოვილის ქუჩაზე მდებარეობდა, პატარა იყო და ამიტომ სარაჯიშვილი ვერიტევდა, ხო? ვერიტევდა და სარაჯიშვილი ქირაობდა სხვადასხვა დემებში და სათავსოებში სპირტსაცავებს და 54 წელს მოხდა მთლიანად სარაჯიშვილის სპირტების თავმოყრა აქ, მოხდა ახლიდან მათი აღრიცხვა და აი 54 წლიდან დღემდე მიდის ძალიან კაცრი აღრიცხვა სპირტების და მთლიანად მოძრაობის.